როგორი დღე იყო? ეფე როგორ მოგეწონათ? როგორი ტიპია? ტელეფონი ქვემოთ დამრჩა, თორემ დავათვალიერებდი. ნახეთ, ადამიანზე შეიძლება საიტი გააკეთო. ყავისფერ ტანსაცმლიანი კავალერი წერტილი. ნუ სულელობთ. საქმე არ გაქვთ? მშვენიერი ტიპაჟია. გოგონა, ჩვენ ჩვეულებრივ ცხოვრობთ. შეყვარებულები არ ვართ და არ დავფრინავთ. სიყვარულს არ გვაცდიან პიპი. ცუდი მდგომარეობაა. მამამისი ავადა. ინაღამ ჰოლდინგი დაკარგა. ენგინიც არ არის. საქმე უამრავია და მამიდამაც გააწვალა. მოკლედ რომ ვთქვათ, სელინის გაჩნდა მათ ცხოვრებაში. ვიცოდი რომ სელინი მნიშვნელოვანი იყო მის ცხოვრებაში, მაგრამ არ მეგონა თუ ასე ძალიან. რაღაცას გეტყვით. ხომ თქვით რომ საიდუმლოებები არ გვექნებოდა? სელინი მიყვარს. რა? როგორ? მართლა, თავს მის ადგილას ვაყენებ, ძალიან დიდი სტრესი გადაიტანა. თავი მის ადგილას წარმოიდგინეთ. კომენტარს ვერ გავაკეთებ. მეც. მგონი რთული სიტუაციაა. დიახ, ძალიან რთულია გოგოსთვის. სერკანმა დაგირეკა? ჯერ არ დაურეკავს. იქნებ ზედმეტ რომანტიკასელი ასეთი შრომის მოყვარე ადამიანისგან. მაგრამ იღიმის, ანუ დაურეკა, ან შეტყობინება გამოუგზავნა. შეტყობინება გამოუგზავნა, რა მოგწერა? შეგიძლია 300 ფოტო გამომიგზავნო? ჩემს ტელეფონში საერთოდ არ მაქვს. ჩემი ძვირფასი სიძე, ძალიან რომანტიულია, ძალიან საყვარელია. მოდი გადავიღოთ. ჯერ მარტო გადაგიღებ. კარგად ჩანვარ, მოდი ერთად. თქვენც მოდით, მოდი. არის ოზმო. ერთი კარგი ადგილი ვიცი. სახლში არ ვარ. თქვენთან ვარ, ქალბატონ აიდანთან. დედამ, გინდა მოვიდა. არა, მოაგვარებ, ხომ იცი კარგად ვეწყობით მე და ქალბატონი აიდანი. თუ პრობლემა გექნება დამირეკე. კარგი, გავთიშავ, მოვიდა. ბატონ ალთაკის, მინდა მალე გამოჯამრთელება უსურვო. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა. მინდა რაღაცაზე დაგელაპარაკო ედა. ედა? ეჭვი მაქვს რაღაც სერიოზულია. გთხოვდა ჯექი. გუშინდელი სერკანის საუბარი თვალების გახელაში დამეხმარა. ყველა უსიამოვნება წარსულში დავტოვოთ, კარგი? დარწმუნებული ხართ? რადგან შენი სახელი სერკან ბოლოთის სახელთან იქნება და ჩემი სახელი მასთან. დიახ. აქამდე რაზეც უარს ამბობდი, უნდა მიიღო. მაგალითად, ყველგან იბლი, სადაც გეტყვი. ყველაფერს გააკეთებ, რასაც გეტყვი. რას გულისხმობთ? წარსულს უკან ტოვებთ, არა? თუ გინდა ყველაფერი თავიდან დაიწყო, დიდი მსხვერპლი უნდა გაიღო. თუ ვერ შეძლებ, ძალიან რთულია შენთვის. გავაკეთებ სერკანის გამო. არის ერთი მშვენიერი მომღიმარი ქალების ორგანიზაცია. ჩემი წარმომადგენელი იქნება ამ ორგანიზაციაში. ყველა ქალს გაუმკლავდები, ვინც შეგხვდება. რა ორგანიზაციაა? გამოფენაა. ორგანიზებას უკეთებთ. დიზაინერების კაბების და სხვა რამეები. მაგრამ მთავარი სტუმრებია. ქალებს იქ გემოვნება არა აქვთ ედა. ხელსახოცის ფერიც აოცებთ, გესმის? ძალიან კარგად ჟღერს, მოაგვარებ. ყველაფერი უნდა შევარჩიოთ. ნაჭრიდან დაწყებული, ხალიჩით დამთავრებული. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ იმ უგემოვნო ქალებმა თავი კომფორტულად იგრძნონ. ჩემი იმედი გქონდეთ, მოაგვარებ. შემდეგ კვირაში კონკურსი იქნება. ყველაზე ლამაზი ძაღლი. ხუმრობთ? არა, ამას მსოფლიოში აკეთებენ. დიდი დრო და ფული სჭირდება. რა უნდა გავაკეთო? ჟიური ვიქნები? არაფერი მისმის. მე მოგცემ მითითებებს, რთული არაა. ცხოველებთან ურთიერთობა იცი? ყველა ორგანიზაციაში ჩემი წარმომადგენელი უნდა იყო. რას ვიზამთ ვიქნები? მაგრამ 2 თვის განმავლობაში. არა მგონია სერკანმა 2 თვე მოიცადოს. შენ იცნობ ჩვენს ოჯახს, მე არ მიცნობ. სერკანს უცებ ქორწილი მოუნდება. ქორწილი?
მე და სერკანს ამაზე არ გვესაუბრია. არ მგონია ასე მოხდეს. მინდა რომ ვისწავლო. რამდენი რამ გვინდა ცხოვრებაში, მაგრამ არ გვაქვს. მგონია სერკანი მაგდენ საქმეს მიატოვებს და გამოყვება? იმედი მაქვს რომ კი. მაგრამ მამამ ჰოლდინგი სერკანს დაუტოვა. ალბათ იცი ამის შესახებ. დიახ, ვიცი. მშვენიერია. მაშინ წახვალ, რაც მეც ისწავლე უკეთესია. სერკანი კი აქ დაგელოდება. რამდენი დრო დაგრჩა უნივერსიტეტის დასრულებამდე? 1 წელი. კარგი, მაშინ გაფრინდი ისწავლე. მე გვერდით დაგიდგები ნებისმიერ საკითხში. მადლობა. შესანიშნავია. მაშინ ყველიდან დავიწყოთ მუშაობა. კარგი. კარგი. პიპი იყურება, მომეცი ტელეფონი. იქეთ იყურე, ყვავილებს იყურე. არა, პიპი არ იყურება აქეთ. არ იყურება. იქნებ შევხვდეთ. რა გააკეთე მილა? დრო მოვიდა. დაგვთან ხმდა. დიახ. რა უნდა გავაკეთო? ყველაფერს მიხვდება. არაფერი არ გააკეთო. იყავი ის, ვინც ხარ. ერთხელ დაკალმა ასე მითხრა. ვიყო ის, ვინც ვარ. ანუ ედამ და სერკანმა კონტრაქტი დადეს და დაინიშნა? დიახ, ზუსტად. ძმო, მეგონა ასეთები ფილმებში ხდებოდა. სერკანი უცნაური ადამიანია. გონია რომ ჰოლდინგის ოფისში გადმოტანა დროებითი არ არის. არ ვიცი ბატონი ალტეკინის მდგომარეობა როგორღაც შეუწყობს ხელს. ჩემთვის სულ ერთია. უბრალოდ ცოტა რთულია. ვერ გავიგე, ვინ რა პოზიციაზეა, ან ვის რა საქმე აქვს. ვის რა შემიძლია უთხრა და რა შეიძლება გამომრჩეს. სელენი ჰოლდინგის და ფირმის პირით იყო აქამდე დაკავებული. რომ დავქორწინებულიყავით, სერკანთან ყველანაირ კონტრაქტს ვეტდა. მისი ყოფილი საქმროა. მოწადე, სერკანი და სელენი ერთად იყვნენ? არა, დავიბენი. შენთან იმიტომ მინდოდა მუშაობა, რომ არ ვიკრონ თითქოს მხოლოდ იმიტომ მუშაობდი, რომ სიძე ვიყავი. შიგნით გამოვიკეტე, რაც ყველაფერი დამთავრდა და ვერ ვახერხებ თავის დანებებას. მადლობა, რომ ადაპტაციაში მეხმარები. ჩემთვისაც უკეთესია მუშაობა. ფიქრის დრო აღარ მრჩება. ედა განსაკუთრებული თანამშრომელია არტლაიფის, როგორც მე გავიგე. მაგრამ ჰოლდინგთან კავშირშია. არა, ისინი თავის საქმეებით არიან დაკავებულები. ძალიან ჭკვიანი, ნიჭიერი, შემოქმედებითი და კარგი ადამიანია. რა გითხრა? ძალიან ამბიციური და ამაყი გარემოა, მაგრამ ყველაფერი ძალიან კარგად გამოსდით. იქნება ამიტომაც გამოსდით. სერკანს ხომ ქაოსი არ უყვარს. მგონი გამოსავალი ვიპოვე. დამჯერდები რომ მსგავსი დეტალები მომიყვა. ყოველთვის. გავიქცეთ. გავიქცეთ. მიდი გაიგეცი. არც ახლა გინდა მოყოლა. ჯერ მე თვითონ გავიაზრებ. კარგი. კიდევ გამორთული აქვს. ენგენ. რობოტი სერკანიც ოფისში მის შეყვარებულთან ერთად მოდის. შენ კი კოცნის გამო სხვა ქვეყანაში გადახვედი? რა?
შენს გამო ოფისში შევრცხვი. მართლა ზღვარზე ვარ. განვიხილავთ ენგი. ჩამოდი და განვიხილავთ. ბატონ ენგენს თუ გრამიტვინი აქვს, ოფისში არ დაბრუნდება. შენ არ გესმის კალების მართლა საერთოდ. რა შუაშია? პერილს რა სჭირს? ნერვიულობს როგორც ყველა. ლეილა. იქნებ შენ ნერვიულობ. ლეილა თქვა? ჩემი სახელი იცის. მე არა. ლეილა არის ნერვიულა. ჩვენ უბრალოდ არაფერი შეგვიძლია დახმარების გარეშე. მაგალითად მე ყვავილივით ვარ. ასისტენტის გარეშე ადგილიდან ვერ ვიწვრი. ძალიან კარგია. ძალიან გამგებიანი ხართ, მადლობა. ედა, დიახ, ერთად ხომ არ ვიმუშაოთ? შეიძლება. რამდენიმე ნახას განვიხილავთ და მოვალ, კარგი? კარგი. დიახ, როგორც იცით, ბატონი ენგენი ცოტა ხნით უცხოეთში წავიდა. ამიტომ შეგიძლიათ მე დამეკავშირდეთ, პრობლემა არ არის. მადლობა. ბედნიერი დღე. ბატონო სერკან, დატვირთული დღე გაქვთ. შეხვედრა აეროპორტის თემაზე და შეხვედრა ოფისში. ერთი და იგივე დროს არის. ბიუჯეტის შესასწავლია. კიდევ უამრავი დასადასტურებელი. არ ვიცი როგორ მოვასწრებთ. ყველაფერი სათითაოდ გამომიგზავნე. კარგი. ქალბატონი პირილი ცოტა ამოვარდა ფორმიდან. არ ვიცი როგორ გამოვძვრებით. ორად უნდა გავიყოთ. თუ საჭიროა გავიყოფით, ლეილა. კარგი. ქალბატონი სელინი ოთახშია? დიახ. კარგი. ლეილა ძალიან კარგი. განრეგი მჭირდება. და თუ საჭირო მთელი 24 საათი გამოიყენე. კარგი, გავაკეთებ. კიდევ. Şu Efe hakkında ne düşünüyorsun? ლამაზია. ბრაზდებით როცა ვამბობ რომ ლამაზია. ჩემი აზრით ნორმალურია. ჭკვიანი, ზრდილობიანი. Negatif bir şey var mı? ჯერ არ შემიჩნევია. მაგრამ თქვა რომ უფროსები არაფერს წარმოადგენენ ასისტენტების გარეშე. ეს მათ თქვა, მე არა. Tamam. Ev ve ofis işini hallettin mi? Hallettim Serkan. დიახ. Harika. Gidebilirsin. Teşekkürler. Serkan ბატონო სერკან, ne olursa რაც არ უნდა იყოს. yani her şey მე მაინც თქვენთან მინდა ben მუშაობა. yine sizinle çalışmak isterim. Ondan pek emin değilim ama sağ ol. Geçen sene გასულ წელს, ben ameliyat როცა olduğum ოპერაცია გავიკეთე, zaman beni en çok ყველაზე siz მეტჯერ თქვენ çalıştınız. დამირეკეთ. Yani benim için და სიახლეებს მეკითხებოდით. etmiştiniz. Tamam Leyla. Bir de კიდევ benim kız საიდუმლო ადამიანი, რომელმაც ჩემს დასწავლის ფული გადაუხადა. Hayırseverin. Siz ვიცი რომ თქვენ ხართ. bütün o მთელმა ოფისმა იცის. İyi ki მადლობა რომ varsınız. აქ ხართ. Pardon. მაპატიეთ. Bir şey olursa თუ რამე დაგჭირდებათ აქ ვარ. Ben mail attım size. Post-it გამოგიგზავნეთ. Aynen, bakıp შემდეგ dönersiniz. მიპასუხეთ ან მე Ya da ben- დაგირეკავთ. Tamamdır. Tamam. კარგი, კარგი. Bu değil. ეს Hangisi არა, ya? რომელია? Bunlar buranın. ესენი აქ არ უნდა იყოს. Efendim. პირილ, გისმენედა? გოლფის მოედნის პროექტის ნაწილი დავასრულე, შეგიძლია ნახო? Eda ben ედა ახლა დაკავებული ვარ, შეგიძლია ქალბატონ ედის გაუგზავნო. კარგი. Eda. ედა, Ben sana რაღაცას გეტყვი, მაგრამ არ გაბრაზდე, კარგი? Sen bu 2 ay მთელი ორი თვე რას გააკეთებ? Yani görüyorsun. ვერ ხედავ რამდენი საქმე გვაქვს. Deliriyoruz. არ მიდიხარ? Hani sen zaten gitmeyecek misin? Niye hala burada çalışıyorsun? Ne bileyim, არ ვიცი. işin ucundan მეგონა tutarsan ცოტას belki დაგეხმარებოდით, მაგრამ düşündüm ama Ya ben მესმის შენი. ama მაგრამ პროექტისთვის უკეთესი იქნება თუ ქალბატონ ედის გადასცემ. Yani öyle არ გამოდის როცა ასე ცოტას გვეხმარები. ან ყველაფერი უნდა გააკეთო, ან არაფერი. Tamamen. ამას გეუბნები როგორც პროფესიონალი, არასწორად არ გაიგო. haklısın. მართალი ხარ? ანუ არასწორად ვიქცევი. Eda. ედა, Gel. მოდი აქ ვნახავ. არ არის საჭირო, მადლობა.
ისიც უმიზეზოდ გავაბრაზე. რა მჭირს? სელენ მჭირდები. მართლა გამიჭირდება, ამდენ საქმეს ვერ გაუმკლავდები უშენოდ. შეხვედრები, პიარი, სამსახურის შემოთავაზებები. ამის გაკეთებას მხოლოდ შენ შეძლებ. შენი მხარდაჭერა მჭირდება. ედა, ჩვენთვის ყავა ავიღე. ხელში რა გაქვს? მადლობა. გოლფის მოედნის ნახაზებია. შეიძლება ვნახო? რა თქმა უნდა. კარგი. მაგრამ ეფე და ფერითით შეგვიძლია გავაგზავნოთ. ძალიან ბრაზდები ოთახიდან არ გავდივარ, რომ არ შემხვდეს სადმე. მართალი ხარ. მესმის, მაგრამ ძალიან ვთხოვ, ცოტა მოითმინე. ჩემს გამო არ დანებდე. მადლობა, რომ კიდევ მენდობი. არ მეგონა ასე კარგად თუ მომექცეოდი. ჯერ არ დამისრულებია. თანაც უნდა გამოვიკვლიო, რომელი მცენარეების დამატება შემიძლია. ჩემი აზრით, აკაცია მოუხდება. მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ უნდა გავიგოთ ქარის ამბავი. შენი ნამუშევარი. ეს ხაზები უბრალოდ შთამბეჭდავია. მადლობა. ედას დამსახურებით უკეთესი ვხდები. მოდი. ლეილა საბუთებს მოგცემს, რომელიც უნდა შევისწავლოთ. კარგი. რაღაცას გეტყვი. ჩემი საოცნებო ცხოვრებით ცხოვრობ. ჩემი ოცნება იტალიაში სწავლა. იტალიაში ხომ მიდიხარ? ჩვენი ოფისი რომშია, როცა მოგინდება შეგიძლია მიხვიდე. მადლობა. მაგისტრის წოდება სად მიიღებ? მაგისტრატურაზე არ ვარ. ჯერ ისევ სტუდენტი ვარ. როგორც ვიცი, ერთ ლაიფში მსგავსი რამ არ შეიძლება, მაგრამ შენ განსაკუთრებული შემთხვევა ხარ. ასეთი ნიჭისთვის შეიძლება გამონაკლისი დაუშვა. აღფრთოვანებული ვარ. ედას ელაპარაკე? რა მოხდა? არა, ალთაკინ. ჩემი მეთოდი არ მუშაობს, არაფერი გამოდის. სულელურმა გეგმამ არ იმუშავა. როცა ადრე ვეტყოდი, რომ შევცვლიდი, უცებ გარბოდა. ახლა ყველაფერზე თანახმაა. შეყვარებულია. ანუ, ასე არ გამოვა. ასე რატომ გამოვიდა? ძალიან გაბრაზებული ვარ. აიდან, სერქანმა აუცილებლად უნდა გაიგოს. დარწმუნებული ხარ? შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მივიღოთ. ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა ავიღო. სერქანი მასთან ვერ იქნება. ეს უნდა იცოდეს. არა. ჯერ ბიუჯეტი უნდა ვნახო. შევთანხმდით. ჩემი ნებართვის გარეშე არავინ შემოუშვათ. კარგი. გისმენ დედა. არა? ყველაფერი რიგზეა? არა დედა, დღეს ვერ მოვა. ბევრი საქმე მაქვს. კარგი, ხვალ ვილაპარაკოთ. კარგი. როგორ ხარ? ეფესთან როგორ არის საქმე? კარგად. მორჩა საქმეებს და ცოტა ხნის წინ წავიდა. კარგი. სერგან, შეგვიძლია გარეთ ვილაპარაკოთ. ედა ხომ მეცე ძალიან ბევრი საქმე მაქვს. სხვა დროს. კარგი? კარგად ხარ? იტალიას ხომ არ ეხება? დიახ. დიახ, იტალიასთან დაკავშირებით. კარგი.
Ben okulumu მინდა სწავლაზე ვკონცენტრირდე. 2 ay sonra მართლა წავალ ორ თვეში სერგან. Biliyorum. ვიცი. დარწმუნებული იყავი, ვიცი. ჩვენ ერთად გავიგებთ რომ ელაპარაკებოდი. სულ იტალიაზე საუბრობ. სამსახურს დაიწყებ, ყველაფერი კარგად მოაწყენ. Senin iş şirketinde çalışmaya başlayacakmışsın. Yani sen çok güzel bir şekilde düzenini kurdun. Efe რა შუაშია? Efemde არ ვამბობდი? არ წამოხვალ არა? Efendim? რა? ვერ შეძლებ წამოსვლას. უამრავი საქმე გაქვს. უბრალოდ დროს წელავ სერგან. დროს ვწელავ? ანუ ასე, დროს ვწელავ და კიდევ ამბობ რომ არ წამოვალ. იმიტომ რომ ყველაფერი შენთვის მნიშვნელოვანი აქ არის. დიახ. სად მიდიხარ? ედა, ძალიან სასწრაფო უნდა შეხედო. შენთან მოვდიოდი. უზუსტობებია. სუზან შეიძლება მოგვიანებით ვნახო. სერგან. ლეილა, სერგანი უცებ წავიდა, სად შეიძლება წასულიყო? Haber არ გითხრა? Evet. არა, O zaman მაშინ onun bir ერთი evi სახლი var. აქვს, ალბათ იქ არის. Adresi მისამართი იცი? გამომიგზავნე, გამოგიგზავნე. Bekliyorum. გელოდები, კარგი. უკაცრავად. გისმენთ. რაღაცას გეტყვით. ეს ყვავილები ჩემს თანესამოს სუხდება? იმიტომ რომ შავები ჩავიცე. ჩემი შავი სიყვარულის გამოსახატავად. ყვავილები კი ჩემ ფერად შინაგან სამყაროს აჩვენებს. როგორ ფიქრობთ, გამომივა ასე? რა სიტყვით? გასაგებია, გასაგებია. არ გამოვიდა. მაშინ მოდი ასე ვქნათ. ვაზაში ჩადეთ. შემდეგ კი გეტყვით. ჯერ შორიდან ნახავ, როგორ გამოიყურება, მერე მივალ და დაველაპარაკები. Niye böyle ასე რატომ ამბობ? საუბრებით ხომ ეწყობით? ეს არაა მთავარი. önemli olan bu değil mi? Ya saçma. სისულელეებს ნუ ამბობ მელო, ამ დროს ვერავის ვენდობი. მელო დაგირეკა. Nasıl ya? როგორ? Geldin mi? მოხვედი? არა. Artık. დიახ, კაფეში ვარ. შავი ქურთუკი მაწვია. აბა თქვენ იცით ბატონო, პირველი რაუნდი. საქმეები გამომიჩნდა, ვერ მოვალ. Why you treat us like a sick joke? Been getting dizzy, lost in limbo. But it ain't in me just to tiptoe.
We got caught up in the circus and what was only on the surface. But in the end, I know it's worth it. Oh, I feel it deep inside my bones with you, bones with you. Let's both admit that this is overdue, overdue. We can give it a go, give it a rest now, give it the ghost. We're gonna regret now. I feel it deep inside my bones with you. მარტო დამტოვეს რომ დამშვიდდე. Ben bir sakinleşeceğim ki. ვინ არის? Efendim? გისმენთ? Engin. Engin. Arayabildin mi? დარეკვა Nerede შეძელი? yaşıyorsun herhalde? იმედია ნომერი დაკარგე. Polis mi? პოლიცია? Niye polisin telefonu რატომ რეკავ almış? პოლიციიდან? Ne oldu? რა მოხდა, კარგად ხარ? İyi sen. რადგან კარგად ხარ და არაფერი ხდება? მაშინ ყველაფერი მოგვარდება. Ay Engin. კარგად ხარ. Ben sana ulaşamayınca რამდენამეზე telefonda ვიფიქრე, როცა ვერ დაგიკავშირდი. თან ტელეფონი გათიშული გქონდა. Düşündüm. რაღაცაზე ვფიქრობდი, ენგინ. Yok. შენი არ ყოფნა იგრძნობა. Diyelim. Tamam belki. კარგი, özlemiş olabilirim. ალბათ მომენატრა კიდევაც. Biraz dedim. გითხარი ცოტა. ახლა რა იქნება?
სიზმარი ვნახე. რა ნახე? ძალიან ლამაზი სიზმარი ვნახე. იქნებ საერთოდ არ წავიდეთ აქედან. გადაწყვეტილება მიიღე და აქ გინდა დარჩენა თუ იტალიაში წასვლა. ყველაფერს ამის მიხედვით დავგეგმავ. რა გეგმებია? რომში სახლს ვიყიდი. ოფისს იჯარით ავიღებთ. რა? ო, არქიტექტორები უკვე რეზიუმეებს აგზავნიან. ლეილას მადლობა. მართლა? მართლა. ასე იფიქრე. ამ წელს 2 თვე ლონდონში ვიყავი. პრობლემა არ იყო. ამიტომ შემიძლია იტალიაში წამოვიდე. იქ დავრჩები. თუ რამე პრობლემა იქნება, ჩავჯდები თვითმფრინავში და წამოვალ. მერე დავბრუნდები. დასვენების დღეებში შენს საყვარელ ნაყინს შევჭამთ. ბიბლიოთეკაშიც ვისეირნებთ. გაჩვმდი, ახლა ავტირდები. არა, ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ არ იტირო. სიმართლე გითხრა, რაღაც პრობლემაა. ედა, იცი რა, შენს გარეშე არ შემიძლია. ახლა არ ვიცი რა ვთქვა. მამიდას მე დაველაპარაკებ იტალიაზე. კარგი, ასე იყოს. შესანიშნავია. მაშინ რამდენიმე საათში შევხვდებით. შეხვედრამდე. აქციების 45% ვიყიდა. ყველაფერი რიგზეა. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სტამბოლში ჩამოხვიდეთ. ბედნიერი დღე. კარგად ხარ? რას აკეთებ? უნდა დაისვენო. სერგან არის რაღაც, რაზეც უნდა ვილაპარაკოთ. კარგი. არ დაჯდები? კარგი. არის რაღაც, რაც იძულებული ვარ გითხრა. წლების წინ ისეთივე ამბიციური და შრომის მოყვარე ვიყავი, როგორიც შენ ხარ. სამსახურის გარდა სხვა არაფერზე ვფიქრობდი. იმ წლებში სამუშაო ძალიან ბევრი იყო. ამიტომ ზოგიერთი პროექტი სხვებს მივეცეთ. აი ამიტომაც უსაფრთხოების სისტემა გაუმართავი დამრჩა. ბევრი საქმე კარგად დამთავრდა, მაგრამ ერთი კაცს, რომელსაც საზაფხულო სახლს ვუშენებდით, ცუდი მასალა გამოიყენეს და ასევე ზღვის ქვიშა. ახლა ამას რატომ მიყვები? ვერ ხვდები? ხო, ნუ გამაწყვეტინებ. კარგი, ჩემი გული ვეღარ უძლებს. ამ სახლის მთავარი კედელი ოჯახს დაეცა. ოჯახი დაიღუპა. დედამ და მამამ საზაფხულო სახლი იყიდეს.
ქორწინების წლის თავის აღსანიშნავად იქ წავიდნენ. მათ შენობის კედელი დაეცათ. ამ ოჯახს პატარა შვილი ჰყავდა. ის ახლაც ცოცხალია. საჩუქრები მოუმზადე, ნახატები დავხატე. ზემოთ დიდი კარადა, მათ დავიმალე. თამაშებს თამაშობდი. მშობლებს ველოდებოდი. ძალიან დიდ ხანს ვეძებდი, რომ დავხმარებოდი. მაგრამ ვერ ვიპოვე. ვერ შევძელი. შემდეგ მამიდას ტელეფონმა დარეკა. მან ტირილი და ყვირილი დაიწყო. ორივე ერთად. მამიდა მისმა გვარი შეუცვალა. ეს ახლა ხანს გავიგე. სერკან. იმ პატარა გოგონას. ედა ქვია.